საბრძოლო მომზადებაზე ორიენტირებული სამსახურის რეფორმის მინიმალობა და მისი საკუთრების შეთავაზება გაწევის არსებული სისტემა, წესი, ასევე სამსახურის პირობები და შეიქმნა გაწევის ელექტრონული პროცესი, აღარ ჩამოყალიბებული საჯარო სამსახურო მოსამსახურეების განხორციელება. ელექტრონულ სისტემას საფუძველზე ხორციელებას გაწევის პროცესში და რადგან თავისთავად განსაკუთრებულად თავის არიდების მავნე პრაქტიკის სისტემაში არის შესაძლებელი. რეფორმა ითვალისწინებს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში წვევომდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას, ამისათვის შეიქმნა სპეციალურად სააგენტო, დაკომპლექტდა მაღალი კვალიფიციური ოფიცრებითა და სერჟანტებით და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გაზრდილია დობა საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან აქტიურად მუშაობთ საზოგადოებასთან, გვაქვს სხვადასხვა პირობები შექმნილი იმისათვის, რომ გაიზარდოს мотиваცია ახალგაზრდებისა და ჩვენ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით რეგისტრირდება წვევომდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, რომელიც არის სხვადასხვა ვარიაციებით ახალგაზრდებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით, უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია როგორც სახელფასო ოდენობა, ასევე სხვა პირობები, სოციალური პირობები. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ იმდენად მიმზიდველი გავხატოთ ახალგაზრდებისათვის წვევომდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური, რომ ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ძლიერი რეზერვის შექმნას და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას.